დებატები დაიწყო და წამყვანმა გაგვაცნო ვადო და ანი. მოკლედ, რომ ვთქვათ, ვადო მაჭავარიანი არის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, განათლება აქვს მიღებული ევროპაში და არის პარტია 12 სართულის ლიდერი. წამყვანი არ ამბობს ამას, მაგრამ ქალბატონი ანი რეგულარულად ახსენებს იმას, რომ მამამისი არის ცნობილი პოლიტიკოსი მიხეილ მაჭავარიანი, რომელიც იყო საქართველოს პარლამენტის 5 გზის წევრი და იყო ნაციონალურ მოძრაობაში. მოდით მოვიმზადოთ და დავითვალოთ, რამდენჯერ შეახსენებს ქალბატონი ანა ვადოს, რომ მამამისი არის ყოფილი ნაცმოძრაობის წევრი. ხო, მოდით ახლა ვილაპარაკოთ ანიზე. ანი არის საქართველოს პარლამენტის მე-10 მოწვევის დეპუტატი და ანი წითლიძე 2012 წლიდან არის ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი. ანუ მოკლედ რომ გავაანალიზოთ, გვყავს ერთი მხარე, ვადო, რომელიც არის ახალი ძალა პოლიტიკაში, ეხლა ხანს მოვიდა თავისი პარტიით, მაგრამ აქტიურობა დაიწყო 2023 წლიდან. და ანი წითლიძე, რომელიც 2012 წლიდან არის ნაციონალური მოძრაობის წევრი. კარგი, მოდით უკვე გადავიდეთ პირველ კითხვაზე და პირველი კითხვა არის, რომელი ქართული ოსნების დეპუტატთან უნდათ ჩვენ სტუმრებს დებატები. ანიმ განაცხადა, რომ არავისთან დებატებს აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ყველა ამბობს იმას, რასაც ბატონი ბიზინა ივანიშვილი ჩასძახებს. ამიტომაც სურს კონკრეტულად ბიზინა ივანიშვილთან დებატი. მე არ ვთვლი ბატონ ბიძინას ადამიანად, რომელთანაც შესაძლებელია საინტერესო დებატები გამოვიდეს. რადგან როცა ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს ვუსმენ, მე არ მიჩნდება შთაბეჭდილება, რომ ეს ადამიანი მზად არის საინტერესო დისკუსიისთვის. არ მგონია, რომ ისეთი კითხვა-პასუხის დონის დიალოგი დავიწყოთ, რომ ან მე გავჩერდები და გამიჭირდება მის კითხვაზე პასუხის გაცემა, ან თვითონ ბიძინა დაიბნება და ვერ მიპასუხებს. ბატონ ბიძინას არ უყვარს ხშირად ჟურნალისტებთან ლაპარაკი და თავისი კომფორტის ზონიდან გამოსვლა. თუ დაელაპარაკება ვინმეს, მხოლოდ იმედი სტუდიაში. ამიტომაც ვერ ხვდები, რაზე უნდა ისაუბროს ქალბატონმა ანიმ ბიძინა ივანიშვილთან. ვადოს უნდა ბატონ კახი კალაძესთან დებატები. ვერ ვიტყვი, რომ ბატონი კახი რამდენად განსხვავდება ბიძინა ივანიშვილისგან დებატების საკითხში, მაგრამ ვადომ კალაძე ამოიჩია თავისი PR კამპანიიდან გამომდინარე. მოდით აგიხსნით, რას გულისხმობ.